გამარჯობა ძვირფასო ქალებო. Ჩვენი გადაცემა კვლავ ეთერშია და დაპირებისამე ვცდილობთ, რაც შეიძლება კარგი გადაცემები მოვამზადოთ თქვენთვის. დღეს ჩვენს გადაცემაში გაეცნობით სამი სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ქალბატონს. ჩვენი პირველი სიუჟეტი კი გვინდა ქართველი გოგონათი დავიწყოთ და ამ გადაცემას ჩვენს დავარქვათ ქართველი ქალი საფრანგეთში. დიახ, ნუ გაგიკვირდება ძვირფასო ქალებო. სწორედ ჩვენი თანამემამული მაია როინიშვილი ფრანგების რძალი გახდა. ალბათ ყველასათვის ცნობილია გამონათქვამი. სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო. მიშელ დიმონიც ბედმა საქართველოში ჩამოიყვანა. გააცნო ქართველი ერი, მისის ნეჩვეულებანი, სტუმართმოყვარეობა და რაც მთავარია ქართველი გოგონა, რომელიც მან თავისი ცხოვრების თანამგზავრად აირჩია. მე 21 მაისს ჩემი დედაშვილის დაბადების დღეზე მივიდი ქუთაისში. დაბადების დღეზე ჩავედი და ბიძაჩემთან სტუმრად მოვიდნენ ექიმი. ჩემი მეუღლე გიფიქრებთ რომ ცხოველში გათხოვებას და თქვენთვის მიშელის გაცნობა შემდეგ მისი დათეკვა უცარი ხმა არ იყო. მე საერთოდ ვიცოდი რომ განსაკუთრებული ცხოველი უნდა მქონოდა მომავალს, მაგრამ უცხოეთის საერთოდ არ მიფიქრია. წინადადებაც არ იყო ჩემთვის. თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, როგორ განცდა ჰქონდათ ამაშიც? ჩემი მეგობრები ნერვიულობდნენ იმაზე, რომ მე შორს ვიქნებოდი და მალე ვერ ვინახულებოდი. მაგრამ არჩევანი რომ ჩემზე იყო უკვე და მე მინდოდა ისინი თანახმები იყვნენ. რა დაინახეთ ისეთ დავითვისებებ თქვენს მეუღლეში, რომ გადაწყვეტეთ ასეთ შრომანძილზე გათხოვება? ჩემი მეუღლე არის ძალიან თბილი ერთთავარი ადამიანში და პატიოსანი ადამიანია და ამიტომ ახლა ერთ-ორი სტუდია მინდა ბატონ მიშელს მიმართო. ბატონო მიშელ, თქვენ და გადარაცხისგანავე მოგეცემათ თქვენი მეუღლე და გადაწყვეტეთ მისი ბედი თქვენთან დაკავშირებინა? Mr. Michel, when you see Maya at first, did you love her at first, and did you decide to marry her at once? Exactly. I see her the first time. Straight away I like her. I don't love her anyway. And I think after going home, Kotaisi, she has taught in Kotaisi. After I speak with his thought, and the husband found after his family car in Kotaisi. როდესაც გავიცანი სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მომეწონა. და გადავწყვეტე რომ ჩავსულიყავი ქუთაისში და იქ მივეკითხა მშობლებისათვის და ახლობლებისათვის. ჯერ ველაპარაკე მის ბიძას და დედას, ხოლო ამის შემდეგ კი მშობლებს. და გადავწყვეტე რომ სწორად მომკრა. და თანხმობაც გამოცხადეს. ბატონ მიშელს მოსწონს საქართველოს ქართველი ხალხი, ქართველი ქალები თუ რომ არც Yes. Maybe you like Georgia very much, you like Georgian people very much, and that's why you decided to marry Georgian woman. Michel, answer? Not exactly, because before I'm not say Georgia. I don't know Georgia before. This is like this in US, destiny like this. Now I like people of Georgia. Before, no. Now I like people. მე სიმართლე რომ გითხრათ, საქართველოს არ ვიცნობდი ისე კარგად როგორც ახლა გავიცანი და არც ქართულ ხალხს ვიცნობდი, მაგრამ აი მაიას შემდეგ ქართული ხალხიც ძალიან მიყვარს და საქართველოს ძალიან მიყვარს. Georgian people is very good people. It's very poor people, but it's very happy people. That is something to like anyway. I mean it. ქართული ხალხი ძალიან საყვარელი ხალხია. ქართული ხალხი ძალიან კეთილი ხალხია. მართალია, დღესდღეობით ისინი ღარიბები არიან, მაგრამ სულით მდიდრები არიან. Well, and the people work too much anyway. They think too much for life, and hospitality too much for foreigner people. And I am very happy here. All people here. Yes. It's good. ხალხი, ქართული ხალხი, რასაც მე უყურებ, ძალიან ბევრს შრომობს.
ძალიან ბევრ შრომობს. ქართული ხალხი ძალიან სტუმართ მოყარია და მე ძალიან კეთილად შევხვდნენ აქ. And Michelle? And for help, if ask me for me help, these Yes. people, I only help children. Yes. Children, I can help children. I Yes. can help you with my heart anyway, because it's very good family. That's Yes. why I can help the family, all the family. I'm Yes. sorry for this, You help children? That means you help Georgian people. Yeah, Yes. I mean exactly for children. Yes. რა თქმა უნდა, დახმარებაზე თუ არის საკითხი, მე რაც შემიძლია დავეხმარები და განსაკუთრებით ბავშვებს დავეხმარები. რადგანაც ეს ჩემი საქმიანობაა, ჩემი ფესი. ალბათ თქვენთან საუბარს. ალბათ თქვენ ახალ საფრანგეთში ცხოვრობთ პარიზში და როგორ ესახება თქვენი მომავალი, თქვენი ცხოვრება საქართველოში? ჩემი მომავალი ალბათ მომავალში მიყოლება ბავშვები და ბავშვებს აღვზრდი ქართულად. ქართული სულისკვეთებით. ალბათ თქვენ მოგეთ კი, აუცილებლად თანახმი იქნება. თანახმა უკვე. თქვენთან ახლა. ჩვენ ვიცით, რომ თქვენი მეუღლე მიშელი არის ბავშვთა ექიმი. თუნდაც შეიძლება ამით მიშელა საქმიანობას ეწევა. მიშელი მუშაობს პარიზის ცენტრში. ბავშვთა პედიატრია. ერთ სამალმოებში. გამშვიდობებით მიშელ და მაიას კეთილი სურვილებით და გვწამს, რომ ქართული გოგონა საფრანგეთში ვისთვის უცხო მხარეში შეინარჩუნებს ქართული ქალის სათნოებას, სილამაზეს, ქართული სულით გაზრდის შვილებს, თავისი ყდემამოსილებით გააცნობს ფრანგებს ქართული ქალის სახეს და მთელს საქართველოს. ქართველ ქალს ოდით გამოახასიათებდა მშობლიური მიწის სიყვარული. ქართველ დედა ბავშვებს ლაპარაკზე ადრე მშობლიური მიწა და სამშობლოს სიყვარულს ასწავლიდა. სწორედ ქართველი ქალის ამთვისებამ გადაარჩინა მშვენიერი, რომელიც მოთმინებით აღადგენდა აურაცხელი მტრის მიერ დანგრეულ და გაპატარხებულ სოფლებსა თუ ქალაქებს. საბედნიეროდ, დღესაც გვყავს ბევრი ასეთი ქალი, რომელიც პატიოსანი შრომის, მიწის სიყვარულის გარეშე არ შეუძლია სიცოცხლე. დღეს გავაცნობთ ერთ-ერთ ასეთ მანდილოსანს, რუსიკო ცხოვრებაძეს. რუსკო დაიდა თქვენ წარმოშობით საიდან მზადებით? მე ვარ სკრის საბჭოდან სოფელი რიეთი. იქ გავიზარდე, იქ დავიბადე და მერე მამაჩემი გამოსახლდა ქარელში, იყიდა ბინა და აქ ცხოვრობდით. აქ მერე გავთხოვდი, შვილები მყავდა, გავზარდე, სამი შვილი მყავს, ორი ბიჭი, ერთი გოგო. ესენი დაბინავებული მყავს ამჟამად და შვილიშვილებიც მყავს. ცხოვრობთ ნელ-ნელა, რა ვიცი, ბევრი შრომა შეხვდა, ბევრი ამბავი, მაგრამ გადავიტანეთ ყველაფერი გაჭირება და ეხლა არ აგვიშათ, ცოტა მართალია დრო არ ვარგა, მაგრამ მაინც ვეჭიდებით ცხოვრებას. სათვსახურობდით, ახალგაზრდობა როგორ გაატარეთ? ახალგაზრდობა გავატარე იქ რიეთში, სოფელში, გოგოობა, ბავშვობა. რო გავთხოვდი, ახალგაზრდა ვიყავი ისევა, მაგრამ მუშაობდი ქარელის სამკერვალოში მუშაობდი ადგილმეტყველებით. იქიდან მერე სათბურებშიც ვიმუშავე, რა ვიცი, კოლმეონობაში მუშაობდი. კოლმეონობიდან ეხლა სულ დაიშალა კოლმეონობასა და ყველაფერი და ეხლა მუშაობ ბაღებში და აქ. თქვენ შვილებს თუ გადაიცეთ მიწის ჩემი ადმინისტრაციაში? შვილებს ისე უყვართ ბაღში მუშაობა, მინდორში მუშაობა, მოსავალი მოყვანს. იმით ვირჩენთ თავს და ოჯახს ვარჩენთ ჩვენი შრომით და ჩვენი მუშაობით. შეგიძლიათ რომ გაძოთ ამ მიწის გარეშე? მიწის გარეშე მე ვერ გავდი. იმიტომ რომ მე რაც გავზრდილებ, სულ მიწაზე ვმუშაობ.
მართალია სამსახურშიდან გავიშალე. იქიდანაც გამოვიპარებდი და გავრბოდი მინდორში, რომ იქიდან უფრო მეტი შემოსავალი მქონდა. და იქიდან ვაცხოვრები და ვზდიდი შვილებს. ისწავლეს ჩემო შვილებმა, ახლა დიდი არის სწავლეს ტექნიკუმები დაამთავრეს, მაგრამ მაინც თავთავად სამსახური ყველას აქვს, თავთავად ოჯახები აქვს. და შრომობენ და ცხოვრობენ. კმაყოფილი ხარ თუ არა მცხოვრებით? მაშინდელ ცხოვრების უფრო ვიყავ კმაყოფილი, მაგრამ ახლა ზებრძოლებით რა ვიყავ. ბარემ არა ვარ კმაყოფილი, ბარემ კეთესი მინდა, მაგრამ რა ვიცი, დრო როგორც მოიტანს კიდე. აი იქნება. რა მოგენადათ რა სინატრებით? სინატრები შვიდობას, ჯანმრთელობას ოჯახში და ყველა ხალხში. ჩვენ შვილებს კაი დრო დადგომოდეს, ახალგაზრდებს. კაი ცხოვრება ქონოდეთ და ეცხოვროთ ბედნიერად. ოღონდ შვიდობა იყოს და უსურვებდი კაი მომავალს. ქალები ქმარშვილიან ქალებს კაი ბებიეობას და კაი დედობას გასათხოვებს, კიდე კაი ცხოვრება და კაი ბედიღბალი ქონოდეთ და კაი დედობა ქონოდეთ, ახალგაზრდა გოგუებს, ვაჟებს კიდე კაი მამობა და კარგი ვაჟკაცობა ემსახურებიოთ ქვეყნისთვისაც და თავად ოჯახის. ლამაზია ჩვენი სამშობლო თავისი თავწლოვანი მინდორველებით, ციცაბო კლდეებით, მაღალი მწვერვალებით. შეუძლებელია უზარმაზარი მთის დანახვეზე არ გაგიჩნდეს მისი დაპყრობის სურვილი. არ მოგვინდეს ამ სიმაღლიდან გადმოხედოს ჩვენს თვალწარმტაც სამშობლოს. ქართველ კაცს თავისმა ვაჟკაცურმა სულმა და მიუწვდომელი ბუნებისათვის ჟილმა შეაყვარა კლდეზე ცოცვის ხელოვნება. ეს საკმაოდ საშიში და ვაჟკაცური პროფესია. ქართველ ვაჟკაცებს აცხალებმა დაუდეს სტოლი. და ჩვენ თანამემამულე ქალბატონი იულია თურმანიშვილი ბუნებისადმი ასეთმა დიდმა მკვლევარმა და სიყვარულმა მიიყვანა კლდეზე მცოცავის პროფესიამდე და 24 წლის ქალიშვილი კლდეს შეაბა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ქალბატონი იულია ხვეწდა თავის ნიჭსა და უნარს, აღწერდა დიდ წარმატებებს. მრავალი ხიფათი, მოულოდნელობა და სიხარული განცდევია სპორტის ამ სახეობამ მას. დროს კი ქალბატონი იულია თავის ცხოვრების ორ გამოცდილებას მომავალ თაობებს უზიარებს. მისი მოსწავლეები დიდ წარმატებებს აღწერენ. ქალბატონმა იულიამ კი თავისი სიხარული ჩვენს პირველივე კითხვაში გამოამჟღავნა. რაიონიდან ვარ წარმოშობით, მკვიდროსის საშუალო სკოლა დაამთავრა. მოეწყო საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტში. სამკურნალო ფიზკულტურით და პედაგოგიურით. ამჟამად მუშაობ ქართლის მესამე საშუალო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად და სპორტ სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ. ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კლდეზე ცოცვაში. დღეს 3 დღე რაც ჩამოვედით, კასპიკში გქონდა შეკრება. საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებით, ჩემი რაიონიდან ჩემი სკოლის მოსწავლეები წაყვანილი მყავდა 9 მოსწავლე. იქიდან ყველაზე პატარა მე-5-6 კლასებში დაბადებულებში დაბრუნდაშვილი ლევან მაიღო პირველი ადგილი, ჩემპიონი გახდა. ჩემ შვილმა ლევან სასუხაშვილმა მეორე ადგილი. საშუალო ასაკში დაბრუნდაშვილ თორნიკე მაიღო მე-5 ადგილი, კაცელაშვილი გიორგი მე-6 ადგილი და უფროსები ორი ვაჟი უნდა ყოფილიყვნენ. ერთ-ერთი იყო ორივე აბარებს საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტში. ძალიან გამეხარდა ჩამოსვლისთანავე მეორე დღეს მივაკითხე. პირველი გამოცდა უკვე ჩაბარებული ჰქონდა სპეციალობაში და ორივე მიიღეს ფრიადი 1000 ქულა. ველოდები ხომ მომაჩი კიდე რა იქნება. თქვენ ჩვენი რაიონის ერთ-ერთი სპორტსმენი ქალი ბრძანდებით, თანაც ასეთი ვაჟკაცური სახეობისა. რამ განაპირობა თქვენი ამ სახეობით გადაცემა? უკვე ინსტიტუტს ვამთავრებდი მე-4 კურსზე ვიყავი, რომ ხილ ხერგენი ცნობილი ეს მარტო საქართველოს და რესპუბლიკის საერთო კავშირის მასშტაბით კი არა საერთაშორისით. იტალიაში ვიყავი, იქიდან ჩავამბრძანდა, შეხვედრა მოუწყვეთ ინსტიტუტის მოწინავე სპორტსმენებმა. და იქ რომ გავიგე რომ ასეთი სახე არსებობდა, ალპინიზმი კი ვიცოდი რომ არსებობდა, გავიარე ჩვენ ეს მესამე კურსზე, მაგრამ კლდეზე ცოცვა, აი როგორც ცალკე სპეციალობით დამაინტერესდა. და ნაკრებიც ვკავდა ინსტიტუტის, მაგრამ მე ძირითადად მცდელოსანი ვიყავი და სხვათა შორის საპრეზიდენტო ყოველთვის პირველ მეორე ადგილზე. და ვიფიქრე მეთქი, აბა გამოცდი ხა ყოველ შემთხვევაში სოფლის გაზრდილი ვიყავი და შიში გრძნება მქონდა ნაკლები. და წავედი, რა თქმა უნდა, ვაჟის თავისწარი შეხვედი ამ კლდებს და ისეთი არაფერი არ იყო და 3 დღის შემდეგ უკვე იყო თბილისის პირველობა. მაშინ თუ მიიღე მონაწილეობა და ჩემპიონი გავხდი. ამან განაპირობა უკვე ჩემი ისეთი წინსვლა. მე უკვე შეკრებებზე მიძახი საკავშირო პირველობებზე და ძალიან დიდხანს შევჭი ამ სპორტს. იმიტომ რომ თითქმის 15-20 წელიწადი
მეტყოდნენ ხოლმე აი ულეშენს მეტი არავინ არ ყავს პირველი ხარ და გოგოები ნაკლები ყავდა ხოლმე საქართველოს საბჭოთა კავშირის საფულში ვერაჯდებოდნენ ჩემი ნაკრების გოგოები და იძულებული ვიყავი ხოლმე მივდიოდი მე როგორ საქართველოს პირველობაზე აღარ ვიღებდი მონაწილეობას იმიტომ რომ გამოდიოდა რომ ერთი და იგივე ჩემპიონი და რაღაც ცოტა ისეთი უხერხულში ვარდებოდი მე თვითონ და ბოლოს საერთაშორისოზე მივიღე მონაწილეობა და საერთოდ მე იმ შემდეგ მივყავდა ბავშვების წვრთნასხელი უფრო უკეთესია მეც სიკეთეს ვიღებ ამ ბავშვებთან დამოკიდებულებაში მარტო ის რად მიღებს რომ ჩვენი სკოლის აგერ ორ მოსწავლემ დაამთავრა კოთეზეც ვთვით კარგი მოსწავლეები იყვნენ და ეხლა კიდე ორი ატარებს ამ სპეციალობით და მიხარში რაღაცნაირად შინაგანი შეგვიძლია მაქრო გაგრძელებენ ისინი აი ამ კარგ საქმეს ფიქრობ სპორტის სამსახიობაში თქვენ ალბათ მრავალი მიღწევები გექნებათ ჯილდოები მეტი რა თქმა უნდა საქართველოს ხუთი თითქმის 20 წელიწადი საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი აბსოლუტური ყველა სახეში ერთხელ გაგრაში ვიყავ საბჭოთა კავშირის პირველობა ტარდებოდა და ნინო მარჯანიძე იყო ხოლმე მაშინ წამოსული იყო ჩვენთან და ისეთი რთული ტრასები იყო რომ ჩვენ ყველა მოიხსნათ მოწყნან ყველა წარმომადგენლის მონაწილეები ბოლო კენჭისყრით ჩვენ შევხვდა და გავიარეთ მე და ჩემი მეწყვილე გოგომ და ის რთული ადგილი რომელიც გასავლელი იყო რომ გავიარეთ ჩვენი ამხანაგი მეძახის რომ იულია დაწყნადი არ ინერვიულო ხოლმე რო ჩამოხვიდე მაგ ტრასიდან მაინც პირველი ადგილი გექნებათ ისეთი ძალიან რთული ტრასა იყო ხო და ბევრი კარგი ისინი მაგრამ აი იცით რა არის რესპუბლიკაში რო ხარ შენ მიწაწყალზე რო ხარ და მაინც რო იგი ის სხვა შეგიძლია გრძნობ აი უფრო მეც გრძნობ თუნდაც ამიერკავკასიის პირველობაზე ხომ ხშირად ვიღებდით მონაწილეობას იქაც რო ვიგებდი მაინც გრძნობდი რომ ჩემი იყო რაღაცნაირად და იქაც უფრო მეტი თორე ახლა საკავშიროზე და საერთაშორისო ჩვეულებრივ მოვლენა იყო გადახარ მონაწილე ხარ და მიიღო მონაწილეობა ჩვეულებრივ როგორც მონაწილე მაგრამ აი რაღაცნაირად გერიდება რომ წააგო ბოლოს და ბოლოს სირცხვევი რაღაც ესეთი სარეკომო შინაგანი ეს ყველა სპორტსმენის ის არის ალბათ განსხვავების თქვენი ცხოვრების ყველაზე ღირსშესანიშნავი დღე ალბათ გიხსენებთ ალბათ კარგზე მეკითხეთ კი კარგი საბჭოთა კავშირის ჩემპიონები რო ხდებოდით ხოლმე ეს მაგრამ ყველაზე კარგი ერთ-ერთი შეიძლება ვთქვა რომ ცუდიც იყო მაგ შემთხვევაში დაშვების მოვიგე შეჯიბრი კავშირის პირველობა და ასვლის დროს მოვიგე დაშვების დროს უკვე გამიჩერეს თოკი და რა თქმა უნდა ვინც გამოცდილები იყვნენ ისინი მიხვდნენ რომ მე მომწყვეტავდნენ ამ შემთხვევაში მე ჯერ გამოცდილი ვიყავი და მთელი სიმძიმით დავეკიდე თოკს და ამ დროს შემიშვა საჭიროა კოლეგები სპეციალურად იყო განზრახული იყო იმიტომ რომ ვიგებდი და ისეთი კომაგები გამომიშდნენ იქ მარტო ჩვენი რესპუბლიკის წარმომადგენლები კი არა და სხვაებიც უკვე აი ხმამაღლა ის იყო გამოიხატა ეს მათი დამოკიდებულება ამ საჭიროა კოლეგიასთან და იფიქრეს რომ ხელმეორედ გაუშვათ და ამაზე წინააღმდეგები გავიდნენ და მიუხედავად იმისა რომ მე წავაგე მაშინ მაინც ვიბრძენე ისეთი დიდი მხარდაჭერა და ისეთი ჩემს სიცოცხლეში არ დამოიწყდება ის და დღეს იგივეს რა ვკეთებ როცა ბავშვი არ მოწყდება ან შედეგს ვერ მიაღწევს და ვიცი რომ კარგი ბავშვი იმას ყოველთვის ვეფერები და რაღაცით მინდა რომ ხარში ამოუდგე და იგრძნოს იმან რომ ეს ამით არ მოიწოვება მე როგორ უთასებთ თქვენ პროფესიას და ოჯახს მე მეუღლე მეხმარება ოჯახურ საქმეებში უფრო იმიტომ რომ აი ამ წუთში 20 დღით ვიყავი გასული და ეხლა ხო იცით რა პერიოდია მაგრამ მაინც ეხლა კიდე ოქტომბერში ხერგენის მემორიალმა ჩავატაროთ ბათუმში ისე ნაკრების მწვრთნელი ვარ იძულებული ვარ რომ გავიდე და ისე რომ შეჩვეულია ოჯახიც და ყველაც რომ სამსახურით რომ უნდა გავიდე და გავაკეთე გასაკეთება რაიმე კურსზე თუ გქონია თქვენ საბჭოთა კავშირის პირველობაზე ვიყავით და 120 მეტრის სიმაღლეზე იყო ასოლი ამ წუთში არის ბანაკი აილამის დირექტორი ჩვენი ჯგუფის მონაწილე იყო ვლადიმერ კოლასპედიანი და მე ჩვეულებრივად ვიჯექი და ვუყურებდი კლდეს რომ ამ სიმაღლეზე ხო უბრალოდ ისეთი შორი იყო მანძილი ჩვენ შორის რომ უბრალოდ ხელის მოძრაობებით ვანიშნებდით ერთმანეთს ჩამოდი არ ჩამოხვიდეთ არა ხმას ვერ მიაწვდები ფიზიკურად და ჩემი მწვრთნელი და ეს მეორე მონაწილე ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და ეტყობა ამ ხელის მოძრაობით ანიშნა მეორეს რომ რაღაცა ანიშნა ასეთი ფორმით და იმან ამ დროს მოიხედა მაღლიდან და იფიქრება წამოდიო და წამოვიდა ეს მე უყურებდი ეს სწრაფად მიდიოდა ეს თოკი რომ ვიფიქრე რომ უკვე რაღაცაშია საქმე კარგი მანძილით ერთ შეეხება კედელთან მეორე შეეხება კედელთან და იმ წუთში დავწვდი თოკს თავისი ინერციით მაინც წამეღო ხელებში გამიწვევდა თოკი დამეწვა ხელის გულები
მოვწვიდნენ, მაგრამ ასე ეტყვის ხოლმე ახლა ის ბიჭი, რომ დედაჩემმა გამაჩინა და იულიამ დამარჩინა. ბევრი ისეთი მეორითაც მქონდა შემთხვევა კიდე ანწუში თეთრწყაროში სპორტსკოლის დირექტორია ის ბიჭი. მიწასთან შეხება დარჩა 2 მეტრი და გავაჩერა სასწაულად. ხდება ასეთი შემთხვევები რაღაც ყურადღებით ვარ ასე დავაბრალოთ ჩემ თავს თუ უფრო მეტ კონტროლს უწევ ჩემ თავს მე არ ვიცი თუ მათ მონაწილეებს. რაღაცა მქონდა შემთხვევა. ალპინიზმი როგორც თამსვლელი მეორე თან იგი დავხურე და ისინი არიან ჩვენთან სანეთში არიან ის მარჯანიშვილია. ასე მწვერვალებია. კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი. პირველი კატეგორია არის მესამე ადგილი, მესამეთან რიგი უნდა ასე მიდის. პირველი არა, მესამედან მერე მეორე, მერე პირველი, მერე კანდიდატი და ოსტატობა. ჩვენგან ასე მიდის პირიქით და მეორე თან რიგი შევასრულე და ფიზიკურად ვერ შევეწყე ამ დიდი ზურგჩანთის ტარებას და საძილე ტომბებში წოლას. არა ძალიან მთხოვეს რომ შემესრულებინა ისიც რომ გამიგრძელებინა. იყო ასე კავშირის მასშტაბით რომ მეორე თან რიგი მაინც უნდა გქონოდათ ალპინიზმში რომ ყოველ სოციოში აი ოსტატობას წინ არ დაუდგებოდა და რაღაცა ესეთი ფორმით და იმიტომ შევასრულეთ არა. ძალიან რთული სახეა საერთოდ ალპინიზმი. კოლთაზე ცოტა არც ისე მაგრამ ის ძართული იმიტომ რომ ამ წუთში ჩვენ ყაზბეგში რო ვიყავით იქ იყო ჩვენი ერთ-ერთი გუჯაბიძე თამსოვია რესპუბლიკაში ყველაზე ცნობილი ფიცნა გუჯაბიძე და იმალაიში მიდის ეს აი ამ წუთში შეგვიქონდა აიღოს პროლები ექიმიც მიყავს და ყველას და ჩვენ ბავშვებთანაც ჰქონდათ შეხვედრა და იმანიცით როგორ მარტივად აუხსნა ეს რომ ძალიან ადვილი ამ თამსოვება ის არის და რომ ბიჭები დაუყურებდი მე ვთხარი ბავშვებს რთულია ეთქვი რომ არ შეცვლენ თქვი და ესე საჭიროა რომ თამსოვებიც იყო და პარალელურად კლუბზე მიწვევთ. ჩვენი რაიონის ახალგაზრდები თუ არიან გატაცებული სპორტის სამსახურებით? აი ეს პატარებიც და აბაშვილი ნონა მყავდა ჩემპიონი იყო. ორი გოგონა მყავს სების კვირაძე ბიაბანო და ამ აი 2 თვის წინ ჩატარდა ჭიათურაში საქართველოს პირველობა მოსწავლეთა. უფროს და აიღო პირველი ადგილი და ჩემპიონი გახდა. გონგლიაშვილი შალვა მყავს რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. ის რომ ჩემი ნაკრები მიუხედავად იმისა რომ კლდები არა გვაქვს ძალიან რთულად და ჩავდივარ თბილისში და იქ მანეჟია და იქ ვწვალობთ ასეთი იმით ფორმით ძალიან კარგი ბავშვები მყავს. ამ სპეციალობით ახლა კიდე გერორი აბარებს და მე გმაყოფილი ვარ. შესუსურვით გადაგაცე. პირველად ქალებს უსურვებდი რომ იყვნენ კარგი დედები პირველ რიგში. შემდეგ კიდე კარგი სპეციალისტები. მე ასე მგონია რომ მე ცოტა მოგვიანებით შექმნი ოჯახი, მაგრამ ასე მგონია რომ პირველად ქალისთვის აუცილებელი პირობას წარმოადგენს ოჯახის შექმნა და შვილების გაზრდა. მე ასე მგონია და ასე წირწმენითა და მე უსურვებდი ყველა ქალს, ყველა ახალგაზრდას იყოს დედა. ძვირფასო ქალებო, გთავაზობთ გალურ ჰოროსკოპს, რომლის თანახმად ყოველი ადამიანის ხასიათი თუ მომავალი დაკავშირებულია მზესთან და მიწასთან. ძველი გალები ირწმუნებოდნენ, რომ ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი წარმომადგენელი რომელიმე ხის სახით, რომელთანაც მრავალმხრივი მსგავსება აკავშირებს. ჩვენ დღეს დავახასიათებთ 26 ივლისიდან 4 აგვისტომდე დაბადებულ ადამიანებს, რომელთა ხასიათი ეთანხმება კიპარის, ძირითადი ნიშანი ერთგულება. კიპარისი ძლიერი მკვრივი აგებულებისაა. მას დიდი ბედნიერება არ სჭირდება. თავის ცხოვრებას აგებს გარემოებათა მიხედვით. ყველგან ყოველგვარ პირობებში კმაყოფილია. გაწონასწორებული და ოპტიმიზმით აღსავსე. ცხოვრებაში სულს ჰქონდეს ორი რამ: ფული და დიდება. სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია. არ უყვარს მარტოობა. ყოველთვის უნდა ოჯახის წევრებთან მეგობრობით იყოს გარშემორტყმული, თუმცა სენტიმენტალური არ არის. ეს არის მკაცრი ადამიანი, ახსნებულიც კი, პედანტი და მოქეები. საერთოდ საოცარი პიროვნება. ვერ იტანს დისკუსიებს, მაგრამ უყვარს ლაქლაკი. ცხოვრებას ყვავილობს დამყრული ხასიათი, სიყვარულში შემართული, მაგრამ უკმაყოფილოა. აქვს შესანიშნავი თვისება, კეთილშობილება და ერთგულება მეგობრებისადმი. გონება ცოცხალი და ანალიტიკური. სასიამოვნო სასარგებლო შერწყმით შეუძლია მოიწყოს მშვიდი ცხოვრება, მაგრამ ამის მიუხედავად მას მუდამ უკმაყოფილების გრძნობა ექნება.
უფასო ქალებო, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. კარგად ბრძანდებოდეთ.